ხალბატონებო და ბატონებო. იშოს. Everybody, and let's do it. Let's come on, hey. Let's get it started. Let's get it started. Hey. Let's get it started. Let's get it started. Hey. Come on, hey. Come on, hey. La 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 rasta da brida brida. წლის მონაცემებით საქართველოსთან გავიდა 9 მილიონი ადამიანი და დაბრუნდა 1 ნახატი. გავაგრძელოთ ეს თემა. როგორც იცით, ამას წინათ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანეს ფიროსმანის ნახატი არსენალის მთა. რუსთავი 2-ზე გავიდა სიუჟეტი, სადაც დასვეს რიტორიკული კითხვა. ჩვენ კი ვიცით, რომელ ქართველს შეუძლია ამ ნახატის ყიდვა, მაგრამ იყიდისო, ჰა? მე გაიგვა რომ მართლა იყიდა ივანიშვილმა ეს სურათი და იყიდა რა. მე თქვეს ამაზე. და იყიდი და აბარა მაგას იმდენი ფული აქვს, მაგრამ დაკიდებს სახში მარტო და უყურებს ღამღამობით მარტო. ჰე? აჩუქა მე ივანიშვილმა სახელმწიფო მუზეუმს ნახატი და დაბნეულმა ნიკაკო ადამიანს დარეკა თავისუფლებასთან ნაცმოძრაობაში და უთხრა: "ე ბიჭო, მოიფიქრეთ რამე, თორე ჩაგვეშალა კურიერიო." აი, ნახატთან დაკავშირებით, როგორ აფასებთ ბატონ პრეზიდენტო? მე მინდოდა მაგ ნახატის ყიდვა. თქვენ გინდოდა? სულელი მქონდა. მაგრამ ფული დამაგდა სამწუხაროდ. ბევრი არაფერი, მაგრამ რამდენი დაგაგდათ? გეტყვი ხლა, გზის ფული თუ და სუდა და თვითონ ნახატის ფული რა. მაგრამ ყიდულობდი, ჩემი იყო იმენა. გასაგებია. გუბერნატორმა მიშა არნოლდ სააკაშვილ შვარცენეგერისამ განაცხადა, რომ როცა ის დაბრუნდება ხელისუფლებაში, მოძებნის და საქართველოში ჩამოიყვანს ოლიგარქ ივანიშვილს. ყველგან მოძებნის, სადაც ეს უკანასკნელი შეიძლება დაიმალოს. ზიმბაბვეშიც კი. ზიმბაბვის ხელისუფლება, მეგობრებო, ამაზე მიშას უპასუხა და რაც მაგას ჩვენგან ჩაწორილი ზებრები აქვს ნაყიდი. ჩვენ და თავად მაგის თქვენთვის გადომცემის აგველე უგუგაო. ღარიბაშვილმა, მეგობრებო, სასტიკად გაილაშქრა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგ. ასე თქვა, ეგენჯერ დეკრიმინალიზაციას მოგთხოვენ, მერე ლეგალიზაციას და დაღუპავენ ჩვენს ახალგაზრდობას. ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა იგივე საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ აი მე მაგ საქმის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ალბათ ისე უნდა მოიქცეთ, როგორც განვითარებულ ევროპის ქვეყნებშიო. აი ახლა ველოდები ღარიბაშვილის გამოსვლას და იმის თქმას, რომ აი ბატონო ბიძინა ბოდიში იმაზე გუში რაც ვილაპარაკე, არაფერი არ მახსოვს, მაგარი დაბოლილი ვიყო. აი ასეთი იყო. ჩემი 4 ხუმრობიანი მონოლოგი. დიდი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ თვითფასო ტელემაყურებლებო. ჩვენს პროგრამას მუსიკალურად აფორმებს ქორწილების გამფორმებელი, ასევე თქვენ შეგეძლოთ ამის მოსმენა დავით ფორჩხიდე და მისი ბენდი და დაუკარით, რომ დავждეთ. დღეს შოუში იხილავთ ჩვენი შოუს პრეზიდენტს მარიხუანისტების აქციაზე, უსუფაშვილის ტრენაჟორულ მოხმობას, მანანა კობახიძეს, ქართველ სუმოისტ გაგამარუს, მოცეკვავე სალომე ჭაჭუას და მის პარტნიორს. მეგობრებო, ბატონ პრეზიდენტო, თქვენ ვიცი რომ იყავით სამშაბათს ჩატარდა მოსაწევის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებული აქცია, სად? კანცელარიის პირდაპირ. და თქვენ იყავით თქვენ დაცვასთან? კი, ვიყავი და შეგვიძლია უკვე მოვწიოთ რა. კი და თქვენ რას ფიქრობთ მოსაწევზე? აი რა არის თავად? მოსაწევზე რას ფიქრობ, ვიცი? როგორ უნდა იყოს, ვიცი, აი ეს ვერ გავიგე ზოგადად ეს დეკრიმინალიზაცია რაღაც, აი ზოგს აქვს მაგალითად რომ ჩამიდესო ჯიბეშიო და რაღაცაო და მე ვფიქრობ როგორ უნდა იყოს, ვიცი, პლანი უნდა ედოს ყველა ჯიბეში. კანონი უნდა იყოს. კანონი უნდა იყოს.
პლანი ყველას, ეგეთი. ყველას უნდა გქონდეს ჯიბეში პლანი. რატო? ანუ რატო და იმის შიში აღარ გიქნება რომ ჩაგიდო. მართალია. ხო, გააქვს ისედაც, მართალია. მაგრამ აი რო ამოგიღონ? ხო, ეგ არის ეგ ვარიანტიც. ამიტომ მაგაზე არ მიფიქრია. ამაზე ხო. კარგით, ნახოთ ჩვენი შოუს პრეზიდენტი და მისი დაცვა გახდნენ აი ამ აქციაზე და ვნახოთ სიუჟეტი. ის წამოიღე ხო მოსაწევი? ხო. მაგის ქვეშ გვიდეთ, ხო იცოდი. ამის ქვეშ გვიდეთ. მოდი. საჩე? მოდი. კაია. მაინტერესებს ბოლო იჭერენ პლანზე თუ არ იჭერენ? ეგ მაინტერესებს გავიგო რა. იმიტომ რომ გვაქვს და მოვწიოთ თუ არ მოვწიოთ ბოლო. Roll another. ეს ხო არის რაღაცა დეკრიმინალიზაციაო, ხო? ანუ თუ პლანი ტურუხარი, მაგაზეც ვისჯები და რამე? ეგ რა არის? მოსაწევია რა? არა, ჩვენზე ტრუხაა, წავედით. ბატონო პრეზიდენტი, გახო ხალხის პრეზიდენტი. ხალხის აზრს ხო ითვალისწინებთ? მოგვაწევი რა პლანი რა? შენ თვითონ ვერ მოწევ? ბატონო, თვითონ ვერ მოწევ? ვიშლიან ბატონო პრეზიდენტი. ვინ გიშლის საბამალახე დაადე ხელი? ეს გიშლის? უეს მაიმუნია სა. არა, შუსუსუ გვიშლის ბატონო პრეზიდენტი. ეგ შუსუსუ. ნაიკომანთან ერთად ცოლა არის ურვა მისმა ცოლმა მამაკაც მონატრებული ერთი ცოლის შემდეგ ცოდა. No, you wouldn't. ეწევი პლანს. ვაფშე. გაჩნი, როცა მინდა კი. ანუ გააგხობ. ეწევი და მაგ ერთად იგივე არ იზაბები ეხლა. არა. ვარ კაიფში თუ ჯერ არა. ამ აქციის მერე დაგჭირდებათ კაი ადვოკატი და არ გინდათ ჩემი ტელეფონის ნომერი როცა თუ რამე ყო დაგიჭირეს და რაღაცა მე დამირეკე. მე კი პასუხებ გეტყვი ნუ გეშინია მე. შეძამირეკე. Player, give me some brew and I might just chill, but I'm not. ეხლა მოწე პლანი. ხო და რატომა რა გროსჭი ხო თქვი რომ არიქნებია ბექსტი. ხო თქვი ხომ? რაცა? როგორი პონტი ეცი? მე მგონი ვაფშე არ აყოლებს. უხა შემოგტენეს მაგათმა. არა ვაფშე არ მოიტანა. ეს ცხენი ვიყიდე იქა ქვევით. ცხენი არისო კაიო. ეს მომცა. ეს არაა ცხენი. ბატონო პრეზიდენტი, მარემ ხო არ წავიდე. წავიდე. მეგობრებო, ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა პირი, რომელზეც აღბეჭდილია ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ მოდის დავით უსუფაშვილი. ბატონ დავითს წონა აწუხებს. ჩართეთ პირი. Shall I stand? Moment natra
სადექი დავინახე ვაი ეს რამხელა ხიპი დამედო სასტრაფო გირდება კაკიდრე ნაჟური მინდა ვინმე კარგი დიეტოლოგი და კოჩარ შევჭამ იყოს ხოლო ბოლო კიდაკ მარა მეყო მეგობრობა ჯამასთანაირად თომაც ვერ მივდი ვარშავასთან მინდა ვინმე კარგი დიეტოლოგი და კოჩარ შევჭამ იყოს ხოლო ბოლო კიდაკ მარა მეყო მეგობრობა ჯამასთანაირად თომაც ვერ მივდი ვარშავასთან თინა თინა ჯარში წამიყვანე რა იქნება ხდე და ხდე და ცოტა გავხდე აჯიმანიებსაც გავაკეთებ მე ვიცი ამას შევძლებ შოვასთან დასმის სურვილს ვერძლებ შოვარამი შვილი შოვ მე ნატრება მე მაგრამ ვერ მოდი 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 დათო მოდი 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 უსუ თორე მაგრამ გვეწინება მოდი 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 უსუ მოდი თელი შოუ გელოდება მოდი უსო მოდი ვირფასოტელი მაყურებელო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი გახლავთ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ქალბატონი მანანა კობახიძე შევეგებოთ დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მაგრამ მინდა თქვენთვის ნაკლებად სასიამოვნო რაღაცით დავიწყოთ, რომლის გაკეთებაც არის აუცილებელი. მე თქვენ მადლობა მოწვევისთვის. არა, მადლობა მე გადაიხადეთ, ძევლად უნდა აგიყვანოთ. ხო, იმიტომ რომ რატო, თქვენ რა ხართ, დავაშავ? არა, თქვენ ხართ ვიცე-სპიკერი. თქვენი უშუალო უფროსი არის დავით უსუფაშვილი და ჩვენ გვინდა რომ აგიყვანოთ ძევლად და თქვენი აქ ყოფნით რაღაცნაირად გარანტია შევიქნათ რომ მოვა ის კაცი. ვიცე-სპიკერი დავითრიეთ ძელოთ რომ სპიკერი მოვიყვანოთ, ჰა? და რაღა მარტო მე ხუთი ვიცე-სპიკერი ყავს. ჩამოთვალეთ, არა ჩამოთვალეთ, აბა. ხო? აი, მანამ მაგალითად, რა ვიცი, იქნებ დუმბაძე მურმანია მოყვანა. მერე? ან გუბასანიკიძე, შეიძლება უფრო გაძლოს ძევლობის აი, გურმან დუბანძე, გუბასანიკიძე, ბარამიძეც ხო არის, ხო? მაგაზე ვიყავ. ბარამიძე აჯობებ. ხო, აი ამ ჩამოთვლილ ვიცე-სპიკერებს შორის. აქ რო დავიტოვოთ და ჩვენც არ გავწამდეთ და კარგად ვიყოთ. მანანა კობახიძე არ ჯობია ყველა. კარგი. იქნებ ძევლობის გარეშეც გადაწყვეტდეს პრობლემა. იქნებ რა დამოკიდებულება გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კაცი თქვენი უშუალო უფროსი არ მოდის. ესე იგი, მე ვუყურებ თქვენს გადაცემებს, შალვა და მინდა გითხრა, რომ ძალიან ვხალისობ, მართლა კარგი გადაცემა გაქვთ. მით უმეტესად პოლიტიკაში ხარ, უნდა უყურო ასეთ გადაცემებს და კვირას არის, ხო, კვირას გადის და ორ შაბათს გვაქვს ხოლმე ბიუროს ხდომა პარლამენტის.
მერე? სულ მიჩნდება სურვილი, რომ ბიუროს ხდომა დავიწყოთ ამითი, რომ ბატონო დავით ძალიან გთხოვთ ესტუმრეთ შალვას, იმიტომ რომ ძალიან წვალობენ მომღერლებით. კი და. ყველა მერე რატო არ ეუბნები? ნუ აი რაღაც აქამდე ისეთი სერიოზული თემებით იწყება ხოლმე ბიურო, რომ მე ამას ვეღარ ვაპარები. აი ახლა რა გვინდა ბიურო და ბიუროკრატია, აგერ არის ეთერი, მთელი საქართველო გვიყურებს. მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიმართავს თავის უშუალო ხელმძღვანელს, სპიკერს, ბატონ დავით უსუფაშვილს. რატო? ბატონო დავით. ძალიან გთხოვთ, მობძანდით შალვას შოუში. ხო ხედავთ, უკვე მძევლად ამიყვანეთ. თავისთავად ძიმე შრომა პარლამენტში აი ამ სტომებზე ყოფნა, ალბათ. და თავს რითი იქცევთ, აი როცა სტომები არის გრძელი და დაუსრულებელი. ნუ მოგეხსენებათ, ხანდახან არის რომ ვიწყებთ 12 საათზე და 9 საათამდე გრძელდება, ყოფილა შესვენების გარეშეც. მართლა. როცა მომიწია სხდომის წაყვანა, ნუ ყოველგვარი ასე ვთქვათ, კომფორტის გარეშე რო ან ის ადილო ან ასე შემდეგ. და ნუ ზოგჯერ არის რომ მართლა ძალიან იღლები, ხო და საშუალება მოვძებნეთ ასეთი იქ აპარატი ყავს ძალიან პატივსაცემი ხალხი, პატივცემული ადამიანები, წლებია იქ მუშაობენ, გამოცდილი ხალხი. იურიდიულ დახმარებას გვიწევენ და საორგანიზაციოს და ახალი ფუნქციაც აქვთ მათ, რომ მაგალითად ქალბატონი ეთერ სვიანაიძე მამარაგებს შავი შოკოლადით. რილად დატეხილი, რომ მე მოვახერხო შოკოლადის მირთმევა ისე რომ იქ როგორ აქვს? მოაქვს შოკოლადი და სად ინახავთ? იქ უჯრა მაქვს და იქ არის ესე ვთქვათ მარაგი არის ამ შოკოლადის. უბას სანიკიძე მიცის ეს უჯრა რო არსებობს. ისე ვეტყვი იქნებ უფრო ხშირად წაიყვანოს ხდომები ამის. ხო, იმიტომ მოვა ვიცე-სპიკერია იცის დახედავს, ახ შენ გენაცვალე რა დაგვხდაო და კარგად წაიყვანს. ეხა ახალი ვიცე-სპიკერია. ზოგადად ვიცე-სპიკერობა რთულია ალბათ, ხო? სპიკერობაზე ოცნებობთ თუ არა? აი ესეთი მოულოდნელი შეკითხვა. ხო ის არსებობს ესეთი გამონათქვამი, რომ ცუდია ის ჯარისკაცი, რომელიც არ ოცნებობს გენერლობაზე და აი ვიცე-სპიკერობა შემოირგე, ძალიან კარგად ხართ. აი სპიკერობაზე თუ გიოცნებ. არ ვოცნებობ ნამდვილად, ვოცნებობ იმაზე, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, წესრიგი, ადამიანის უფლებები დაცული და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებს კონდეთ. ვინ თქვა? ასე ვთქვათ, ბედნიერი ცხოვრება. ვინ თქვა, რომ ქართულ ოცნებაში არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები? აი ვინ გაბედა და ვინ თქვა ეს? კარგით. ხმის მიცემის პროცედურა. დაჭერებია თითის, ხო? ადრე იყო რაღაც ხარვეზები ამასთან დაკავშირებით, რომ სხვის მაგივრად აძლევდა და ზოგან მექანიკური რაღაც ხმის მიცემა. 30 კაცის მაგივრადაც აძლევდა. ხო, ეხლა როგორ უძღვებით ამ პრობლემას? ნუ ეხლა ძალიან მკაცრად კონტროლდება ეს ყველაფერი, მინდა გითხრათ, ნუ ერთი-ორჯერ თუ დაფიქსირდა ეს შემთხვევა, რა თქმა უნდა, რეაგირება არის ამაზე. და მაგრამ პრობლემა რაშია ხოლმე ხა ზოგჯერ არის რომ სხდომაზე რაღაც 90-100 კანონ პროექტს უნდა უყარო კენჭიდან. ნუ ბუნებრივია ძირითადად მთავრობა, ინიციატორი, უმრავლესობა და ნუ ყველა კანონი გადის და ვაჭერთ ასე ვთქვათ მომხრეს, ხო? მაგრამ შიგადაშიგ ოპოზიციასაც ხო შემოაქვს კანონ პროექტები, რომელსაც ნუ ხარს არ უჭერთ და ხა როცა გადადის ხოლმე ზოგჯერ მონოტონურ რეჟიმში ეს ყველაფერი ადამიანები ნუ ზოგჯერ მექანიკურათაც ნაცმოძრაობის კანონს შეიძლება მიცე ხმა. შეიძლება ეს მექანიკურად. ამიტომ რა თქმა უნდა როცა არ ვეთანხმებით ეს არ უნდა მოხდეს და ეხლა მე სპიკერ როგორც პარლამენტის ხდომის წამყვანს რა მევალება რომ მათი ყურადღება მივაქციო ხოლმე ამ ფაქტს ხო? და როგორ აქცევ? როგორ ვაქცევ მაგალითად ხო? კენჭი ეყრება კანონ პროექტს განათლების შესახებ კანონში ცვლილების თაობაზე ხო? და აბა კოლეგებო, კენჭი ეყრება ბატონი სერგო რატიანის ინიციატივას. კენჭი ეყრება რატიანი სერგოს ინიციატივას. რატიანი. თუ ესე იგი რაღაცა ისტერულად მიმეორებ გვარს, ეს ნიშნავს რომ უნდა ყურადღება მიაქცია. სოსო ჯაჭვლიანი რატიანის კანონია, რატიანი. ამომრჩეველთან შეხვედრები არის დეპუტატის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. აუცილებელი ნაწილი. რამე სასაცილო რაღაცები ხდება მანდ. და ვიცი რომ კარტოტეკაში გაქვთ ეს სასაცილო ამბები. მოგვიყევით 1-2 თქვენი შეხვედრები ამომრჩეველთან. კი ბატონო, ნუ მე კამპანია მქონდა საჩხერეში. ხო, ამაზე მე მინდა ცალკე ვთქვა, იმიტომ რომ მეც მქონდა პატივი რომ რაღაცნაირი მონაწილეობა მიმეღო კამპანიაში 2012 წლის არჩევნებზეა და დედაშვილს არა იყვანდა იმ არჩევნებზე. იყო ქვისროლა, ცემა, დაშინება. ქალბატონი მანანა იყო საჩხერეში. ეს კამპანია არ იყო. ეს იყო აი აკაკი წერეთელს ხო ქონდა მოგზაურობა საჩხერეში ერთი. მეორე ქონდა ქალბატონი. დაყავდა ტახტრევანი დრო და ისე დაყავდა და
სულ რაღაც აი რა ვიცი, სუფრები და მისთან ერთად იქონდათ? ნუ ქართული ხმები იყო ჩემთან ერთად და სულ ესეთი მოლხენით და სუფრებით ვთავდებოდა ეს შეხვედრები. მაგრამ იქაც იყო ამ მომჩევლები, რომლებიც რას თხოვდნენ, აბა? იქაც იყვნენ. საჩხერში რა უნდა მოეთხოვათ? აი მოდი მოვისმინოთ რა უნდა. სხვათა შორის ერთ-ერთ შეხვედრაზე, ნუ ყველა კმაყოფილია, აქით გვპირდებიან, რომ აი თუ კი აქ ისჩევთ, ესე იგი კიდე რაღაცა კარგი მოხდება. ამორჩეველი აქით გვპირდება. და ერთ-ერთ შეხვედრაზე, ნუ მოხუცი ქალბატონი მოდის და იცით რაო, არც ესე კარგად არისო საქმეო რა. აქო ესე იგიო, წამლად რო გინდოდესო, აი დავდივარო და წამლად რო გინდოდესო, კაცო, კაცს ვერ იშოვიო. სხვა დავიბენით რა ხდება და კაცი საიდან მოიყვანო? ვერ გავიგეთ რა ხდება მართლა და ანუ აიო ქათმის დაკლა რომ მინდოდესო კაცო. ნუ ესე იგი უფაში მაინც მამაკაცები. ბიძინა ივანიშვილმა არის რა თორე ესე თანამდებობა შემოიღებდა გადაუხდა ხელმას ქათმის დამკვლელი. აბა რო რეკავს სერვისი რო არა. დღეს გინდათ ვინმე ქათმის დაკლა. მეუღლე ყავთ მილიონერი, ხო? ეს სხვათა შორის რუსთავი ორისგან გავიგე, არ ვიცოდი ეგ ამ რა კარგია რუსთავი ორი, იმიტომ რომ ზოგჯერ რა კარგია. ზოგჯერ რა კარგია, იმიტომ რომ აი არიცოდა ქალბატონო არამ და ეგ ისტორია მოყევით ერთი როგორ იყო რანაირად და რას აპირებთ საერთოდ მაგასთან დაკავშირებით. ეს არის რაღაც ესეთი ჩვენს ოპოზიციას და რუსთავი ორს და ზოგიერთ კიდე სააგენტოს რაღაც ეტყობა, ეხა ეგ ერთია ყველა ხო იცი? ხო, რა თქმა უნდა, მე ვიცი, ხალხმა ციტის მე მგონი. და ნუ კამპანია დაიწყეს ახლა, რომ აი, მანდა კობახიძე და რა თქმა უნდა ბატონი ბიძინა, იქ უჩა მამაცაშვილი, კიდე ძალიან ბევრი ხალხი, მოკლედ, ჩვენ ვართ რაღაცა შეკრულები და შოულობთ მილიონებს, ბიუჯეტს ვართმევთ ამ მილიონებს. ნუ ერთ-ერთი მსხვილი, ახლა კომპანიის სახელს არ ვასახელებ, რეკლამაში არ ჩაგვითვალოთ. მსხვილი კომპანიის, ასე ვთქვათ, მეშვეობით ბიუჯეტი და მილიონებს ვიღებთ. და რაღაცა სქემა დაწერეს, მე თარგამაძემ ბრიფინგიც გააკეთა. და ნუ მოკლედ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია, რომელიც ჩემს მეუღლეს შეეხება. თქვენ მეუღლეს თუმცილშია რაღაც. ხო, და რა თქმა უნდა, ჩემ ოჯახში შემოდის თურმე მილიონები და მე არა, ეგ არ არის ერთ და იგივე, რო იცოდეთ. შეიძლება იყოს მეუღლე წილში და ოჯახში არ შემოდიოდეს. შეიძლება. თქვენ არ გეხებათ. შეიძლება. თქვენ არ გეხებათ რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად რომ იცოდეთ ხდება ეგეთ რა. ხდება ხოლმე. ხო და მე რა უნდა მეკნა? ვიჩივლე რუსთავი ორის ჟურნალისტებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლე დარღვევისთვის ეთიკის წესების და რა ვიცი ფიქრობ ხა სასამართლოზე რა სიტყვა. ხო და ნუ მოკლედ მოხდა ისე რომ ამ სიუჟეტში აი ეს სქემა რაც იყო ჩემი თანამონაწილეობით და ჩემი მეუღლის ამ სქემიდან ამომაგდეს, ესე იგი ამოიღეს ეს სქემა. აბა რაღაცა. ხო და ეხა ვფიქრობ რომ ვიჩივლო რუსთავი ორს უჩივლო თუ ამ კომპანიას, მე მგონი კომპანიას უნდა უჩივლო და ის მილიონები უნდა მოვიღო. ძალიან დიდი დებატები არის, შემოსულია გოგა ხაჩიძის კანონპროექტი, პლანი კარგად იყოს და მარიხუანას დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. მოდით ხალხს უთხრათ, თქვენ რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? მე პირადად? არა, თუ გნებავთ როგორც პირადად და თუ გნებავთ როგორც ვიცე-სპიკერს. რა ვიცი, ხა დაბოლილებმა ვიაროთ პარლამენტში. და ეს გაგვინდა, ეს გაგვაკლია ეხა. არა, ეხლა ყველა ფხიზელი რო დადის, სუმით და საქმე შენდება და ცოტა გავიცინეთ მაინც. ხო, ისე მართალია, ზოგს დაბოლოვა არ ჭირდება, მართალია. ისეც დაბოლილია. ხაბადმანამ ისეთ სამსახური გაგვიწია რომ მეტი არ შეიძლება, მართლა ხა უშუალო მის კოლეგას და მეგობარს თუ არ დაუჯერებს ათო უსუფაშვილი, არ ვიცი ხა ვის შეიძლება კიდევ თხოვოთ. ერთი არის ვიცნობთ იმ ქალბატონსაც, თქვენი ყოფილი კოლეგაა, მაგრამ გვეშინია ხა ტანკში ტანკი და ჯარი არ გადავიკიდეთ. ხო. ხო, ისე მოიყვანეთ შეიძლება, ჯერ თინა მოიყვანეთ და მე შეიძლება დათოც. აი, ახამდე კი ბატონო. იმედია თინას ბძევლოთ არა იყვანთ. თინას ბძევლოთ თუ ავიყვანთ. თინას ბძევლოთ თუ ავიყვანთ, ბოლო გადაცემა იქნება ეს. ჩვენი შოუს ისტორიაში. მაშას ეს გახდათ ჩვენი ქვეყნის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და უბრალოდ დიდი მადლობა მოწესრიგე. ჩვენი მეგობარი და ძალიან კარგი. ძალიან მანანა გობახი.
არ გადართოთ. მალე ნახავთ აი ამას. ჩემი შოუს სტუმარია დიდი ადამიანი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით თეიმურაზ ჯუღელი, ხოლო იაპონიაში კი გაგამარუ, ქართველი ცნობილი სუმოისტი, შევეგებოთ. გაგამარუსან, რამდენი კილო ხარ? ოფიციალურად 199. არაოფიციალურად 200. აი. მინდა ჩემ მეუღლეს მივმართო, რომ სიმწუხნე ასთვისე დიდი პრობლემა ყოფილა. კაცი არის 210 კილო და არის ყველაზე ცნობილი, თითქმის ყველაზე ცნობილი იაპონიაში. ნუ ცოტა გადავაჭერე, მაგრამ არც თუ ისე შორსა ვარ ამ აზრისაგან. არა, ნამდვილად. ძალიან კარგი. კარგი. ესეთი კითხვა მინდა დაგისვა. ბავშვებს ატყუებენ, რომ აი წერო მოგიტანაო და შენ რამდენმა წერო მოგიტანა, როგორ მოგატყუებს? რამდენმა დაღლილმა წერო მიგიტანა ოჯახში? 5-დან 10-მდე. სუმო, ეს არის სპორტი თუ ტრადიცია? ტრადიცია უფრო სპორტში გარეული. და თქვენი ვარჯიში ჭამაა, ხო? კი, ვარჯიში ჭამაა. ანუ ეს არის სპორტი, სპორტია, რომელიც არ უგზავნა. ჭამას არ გძალ. არავინ. აი, მიდი რამდენიც გინდა ჭამა. კი ბატონო. და აი ამ წონასთან დაკავშირებით, ძილის პრობლემა ხო არ აქვს? როგორ იძინებ? არა, ძილის პრობლემა ნახდათ არა მაქვს. აი, როგორ იძინებ, ხო? 1 ცხარი, 2 ცხარი, 3 ცხარი. ცხვრებს ითვლი და ისე იძინებ. არა, ჭამ. ანუ ერთ ცხარს შეჭამ. აი, 3 ცხარი ძალიან ბევრია. კი, თავისუფლად. ხო. აი, რამე ქართული კერძი ხო არ გენატრება? აი, მაგალითად, აი ხინკალი. კი, მენატრება, ნახდათ მენატრება. არის იაპონიაში? არა, საქართველოს სამზარეულო სამწუხაროდ არა გვაქვს. ძალიან გასახსნელია რა. კი. აი, რამდენი ქართველი სუმოისტი ხართ? ეხლა ამჟამად მოღვაწე 2, სულ 3 ვართ. თქვენ რომ მიხვიდეთ, თქვენ ამუშავებთ იმსახინგლეს ვართ. კი, ნამდვილად პირობას აძლევთ თუ ვინო გახსნის, ამამუშავებთ აუცილებლად. ხო, იმიტომ რომ 50 ხინკალს ერთ ყოველ დღე მე შევჭამდა და ერთ 5-500-ს ალბათ ვიღაცა კიდე და. კარგი. როგორც უკვე თქვით, სუმო არის ტრადიცია და ჩვენ ყველანი ქართველმა სუმოისტებმა შეგვაყვარეს სუმო. პორტუგალისაც შეაყვარეს, ხო? და აი როცა უყურებთ, იქ მთელი ტრადიცია, რიტუალია, დგებით და ერთმანეთს თვალებში უყურებთ და ასე შემდეგ. და ხშირად ხდება ხოლმე აი მე შენ ჭუბები, დოლები ნანახი მაგ და შენზე სუსტი ადამიანიც, აი შენზე ნაკლები წონის ადამიანი დგება შენს წინაშე. ეგრევე თვალებში ატყობს რომ წააგებს ახლა თუ როგორ ხდება. იქ როგორ არის? ისეთ მე ვარ ყველაზე დიდი საერთოდ. ელიტაში ყველაზე დიდი ვარ, ჩემ ხელა არავინ არ არის. არა ვერ დავდებ იმაზე რომ არ ვაგებთ ხო, მაგაზე. ხო, არა, გასაგებია, მაგრამ აი რო დგას, უკვე ამ ხელაწონა რო დგას, შენ ეშინია, არ ეშინია? არა, როგორ არ ეშინია? მეუნებიან ხოლმე ხშირად რომ როდ გეხართ დოხიოზე, დოხიოს ვეღარ ხედავთ, სხვას ვეღარ. დოხიო არის ის. და ტატამივით რა. ბატონ პრეზიდენტო, რა სიტყვით? ფიქრობ მოვედები თუ ვერა. აგი არც უნდა იფიქრო. ჭიდაობაში თუ რაში? კარატეში. არა, სუმო რა. სუმოისტი ბევრ ყოფით პრობლემას აწდება თავისი ისევ და ისევ წონის გამო. აი რაღაცა ისტორია ვიცი, სადაც გასართობად წახვედი ერთ ადგილას და ვერ გაერთე და მოგვიყევი. იქ კაინე. ხო. დისნეილენდო იტასო. სორი იტა რა. სორენა გატასო. საროტო მოტარა. ეს ვატატო კინე თონარი ნოუკიაქსო. ნო, კორენო ჰაბა სუგოქტე. ოჩილისო დატასო. ეს ოკონო ჰატარაიტერუშტო ვა. ოროსტე გურეტასო. სო თომერარეტასო ოზავაზა. ეს ეხლა ქართულად. ეს ქართულად ხო? ერთხელ ვიყავი დისნეილენდში. და წავედი დისნეილენდში ცხოვრებაში ერთხელ. აინტერესებდა და რომ მივედი, ხო რა ხდება ამ დისნეილენდში, მივედი დისნეილენდში და ყველა ატრაქციონზე კატაობს, ყველა გაერთობა რაღაცა და ჩემი სურვილის გაშთა რომ ერთხელ დამждარი ყავი.
რომელ ატრაქციონზე გინდოდა? აი მთებში რო დადით. აი ამერიკული მთები, აი ესე რო აფრინავს ხო? საუბრია რომ უნახე გამიხარდა მეთქი ალბათ. ეხა და ხო ერთხელ დავждები მეთქი და დავჯექი მოვირგეს რკინა რაც არის აქ გასაკეთებელი ხრევზე არ გადმომივიდა მარტო წინ გავიკეთე მაგრამ რაც იყო ის იყო და უნდა ჩართონ რომ წავიდეს ეს ატრაქციონი და გამორბის ერთი გოგონა რა გააჩერეთ ატრაქციონი და უყურებ ჩემს გვერდზე ვინ ზის იაპონელები პატარა იაპონელები რომელიც არ წუდებათ ეს იმიტომ რომ მე გამიცელი მაგრამ ეს არავის არ წდება და ყველა არის გადმოვარდნაზე და გაგვაჩერეს ესე და გადმომიყარეს ბოდიში მომიხადეს ძალიან გთხოვთ მე ვარ აღარ მოვძადეთ არა იყო სუმოისტებს ძალიან დიდ პატივცემენ კი მაგრამ იმდენი ხალხი ის და ჩემთან ერთად რო ალბათ ხო არ უღირდათ იმათი მოკლა ხო მაგრამ აი ქუჩაში ხელს არ გადებენ და სურათებს არ იღებენ შენთან კი აი მოდიან ბავშვს გაწვდიან როცა აი ამბობენ რომ დიდი ძალა გადმოდისო აი როცა გოგონა ფეხბზიმეთა მუცაზე ხეს გადებინოს რომ ჯანმრთელი დაიბადება ბავშვი და აი ეს რაღაც უფრო ტრადიციულად აფანატებენ ამ სპორტზე რა ძალიან მცირე ხნის შემდეგ ეს იქნება ეთერში მოდი ჩქარა აი როგორც მამაკაცი აი კაი გეიშები ხავსი კაი გეიშები კი ნამდვილად არიან ხო ყავს თუ არა ეს კიდე სხვა თემა არის არა ხო რა ახლა ეგ საკი გადაცემის საკითხია აკი მითხარი აფანატებენო და კი ნამდვილად უყვართ გეიშები იქ სუმოისტი ყველაზე საუკეთესო სიძია მარტო ოჯახში არის ხო რამე ვარიანტი არ ქონდა რომ ვარიანტი მე დღესდღეობითაც ვქ იმიტომ რომ უცოლო ვარ და ხო და ვარიანტი ჯერჯერობით არ ხდება კარგი იაპონელი გოგო ერთლად გამოგვადგება ნეტა საქართველოში შენ რა მოთხოვნებს უყენებ რა ხაჭაპურს გააკეთებ ჭადის გამოცხობა იმერელი კაცმა პრასი მიყვარს და ესეთი გაიგანა ხარ იმერეთიდან ესტაფორ იცოს იადარე ხედა პორჩხიძე შენს გაყოლოდი სუმოს თავის დროზე და არა მუსიკას შეიძლება მაგარი არა თმების პრობლემა ხო არ ეხნებოდა ცოტა ხო თმების garaში არ შეიძლება არ არის ხო პრობლემა კიკინას კი გამომივიდოდა რომ გამოვიზარდო არა მაშინ კაია ხო არა ნუ პარკს გაუკეთებდით რამე რო იყოს კარგი კაცურას გაიკეთეთ ხო რა ქვია მაგას კაცურა ხო კაცურა ქვია აი სუმა ესეთი იყიდება კიკინები კი ნამდვილად ხო შენ არ გჭირდება არა ჯერჯერობით არის თავის ადგილზე კარგია რომ წახვედი იაპონიაში, იმიტომ რომ საქართველოში რომ დარჩენილიყავი, აი ვინ შეიძლება რომ ყოფილიყავი? ალბათ კაი დიდი თამადა ვიქნებოდი. ხო, ნუ მაქსიმუმი თამადა და ეხლა მთელი იაპონიაში ყველაზე პოპულარული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კაცი ხარ. იაპონიაში გადაცემებში ხშირად გიწევენ როგორც სუმოისტი. როგორი გადაცემებია რა? აი ესეთ გადაცემები არის? კი, საერთაშორისო ესეთ გადაცემები არის. მაგრამ ეს გადაცემა მაინც შალვა რამიშოს გადაცემა ყველა ჟურნალში. ისე საერთაშორისო ხშირად უყურებ ვით ინტერნეტით, ტელევიზორის უფუნება არ აქვს, რომ პირდაპირ ეთერი გქონდეს, მაგრამ ხშირად ინტერნეტში. ჩვენ აგერ სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუმოისტი ყავს და მოდით ჩავწეროთ ესეთი ექსპერიმენტი. მოდი, აი მეც როგორც უკვე ხედავთ, არამარ ყველაზე გამხდარი კაცი ამ შოუში. ყველაზე ცნობილი სუმოისტი. ისე ჩემთან ერთად გამხდარი დამიჯერეთ გამხდარი. ხო, ძალიან კარგი, შენთან ერთად ვივლი ხოლმე, კი ბატონო. და მოდი აი დაგეჭიდები. სუმოისებურად შეიძლება? კი ბატონო. ხო, დავაი, წავიდა. ოღონდ თქვენ დამეჭიდეთ, მე არ ვიჭიდავ. ხო, კარგი. ოს! წავიდა. მოდი, ჩქარა. აი ასეთი იყო. მაგალარუ. ჩემი გაზემის გმირი დიდი მადლობა ის რომ კარგაზანდება. ჩემი შოუს სტუმრები გახლავან მოცეკვავე სალომე ჭაჭუა და მისი მეწყვილე მაქსიმ რიჟიკოვი. ხო?
კარგად. რაშო. დაბრძანდით. ესე იგი, ეს რა ცეკვა იყო? რაღაც იმპროვიზაცია. სამბა. სამბა? კი. მე რუმბა სპეციალისტი ვარ. მაგათ შორის რა განსხვავებაა? რუმბა არის ნელი და თან. ხო, აი, ნელი, ხო. Самба არის страфи. Здравствуйте. Здравствуйте. Устали, да? Очень. Водички выпьете? Нет, спасибо. Нельзя, да? Да. Кითხე რა. ხო, აი ჩაჩაჩა მართალია, ძალიან აინტერესებს დავით ფორტზე. ჩაჩაჩა რა არის? ჩაჩაჩარი რუბასთან შედარებით უფრო ჩქარი. ხო. ალბათ ესეც კუბურია. Да, ча-ча-ча, рато. Почему ча-ча-ча? Что это? Без понятия вообще. Да. Одно ча это эти ча сакмариси, одно ча тоже должно быть достаточно. Здесь в Грузии должны понимать, ча у вас напиток, по-моему, такой есть, чача, да? Выпил и в пляс. Нет, это чача, они ча-ча-ча. Ну, это уже модификация. Понятно, да. Любишь чачу? Не ча-ча-чу, а чачу. Чачу? Ну, после одного инцидента не люблю. Какой инцидент? Много чачу было очень. Это я болел на танцах со звездами, когда... И что там было? Она с Зурой танцевала, и я очень переживал. И много чачи выпил. Да? Мы рато осмеют, рато. Не, я тვითон су. Ну, надо оберегать себя, да. Нет, я не пью. Оберегать надо. Я выпиваю. Одессидат хар, ты из Одессы. Да. Да. У тебя там губернатор, мой хороший друг, мой закадычный друг. Он хороший человек, он мой друг. Когда будешь в Одессе, встретишься, скажи, что запомни, пожалуйста, Шалвар Амишвили тебе передает привет. Он шлет тебе привет, большой привет. Я его очень люблю. Вот такой привет передавай. Ладно. Амуарами. Рატომ შეარჩია არჩევანი უცხოელ პარტნიორზე? რაღაც ესე გამოვიდა, ანუ ცოტა ისე ცუდად ვარ გამოვიდეს, გამოვიდა ისე რომ კარგი მეწყვილე ვიპოვე უცხოეთში. რატო ეს ქართველი ბიჭებთან აზიატები არიან? არა. ეკაბა, ეკოლტე რაღაცა პრობლემაა. არა, აქაც არ არის ამაზე პრობლემა, მაგრამ რაღაცა ესე მოხდა, რომ მეწყვილე ვიპოვე. Кто доминирует в вашей паре? Вот так. Я, конечно. Правда? Мужчина всегда должен доминировать. არ გადართოთ. მალე აი ამას ნახოთ. А как насчет Салуме? Она самая красивая, да, наверное? Однозначно самая А что ты красивая. скажешь про грузинских женщин? Девушек, женщин, какая разница? Ну, как я уже сказал, меня спрашивали этот вопрос, и я из Одессы, вы знаете, да? Жемчужина у моря. Жемчужина у моря, да. Там ваш губернатор, ваш, наш. Человек. Да, я помню, передать привет. Мы его к нам хотим, но что-то он не идет. Ничего, пусть будет у вас. Хорошо. Спасибо. Меня уже поздравили с этим. Все грузины, по-моему, кого я встретил. И там очень много красивых девушек. Вот на самом деле, вы были в Одессе? Никогда. Съездите. Обязательно. Я оплачу даже дорогу. Оплачу дорогу. Не надо, я сам. Вы обязаны. Ну там на самом деле очень много красивых девушек, и они все собраны как-то вот сконцентрированы в одном месте. Где? В Одессе. В Одессе. Да. И с этого я делаю вывод, что я немного разбалован женской красотой. Ага. Да, я такой. И для меня самые красивые девушки там. Я не буду врать. Но здесь грузинские девушки очень красивые. Мне нравится такая красота у женщин. А какая она такая? Она кардинально отличается от нашей. А в чем отличие? Ну, отличие во всем. Черты лица, цвет кожи, волосы. А Я люблю, во-первых... они одинаково или как? Не знаю еще, я не пробовал. Магари, я смотрю, бичи, я смотрю, хороший ты парень, это отличный. Хорошо, Саломе, მინდა კითხო, რომ საქართველოში კაცი მოცეკვავების რიცხვი არის ძალიან ნაკლები. То есть мужчин грузинских танцоров очень мало და ქალები მეტი. ანუ ეგ პრობლემა არის. მეტი ქალი პოლიტიკაში არის ესეთი მიმართულება მთელი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მოცეკვავე ქალები უნდა გაუშვათ პოლიტიკაში და კაცები პოლიტიკიდან ცეკვაში. ცეკვაში წისვლა იქნება და პოლიტიკაშიც გვეშველება. აი, ძალიან საინტერესოა გუბას სანიკიძე როგორ იცეკვებს ლათინო ამერიკულ ცეკვას და ჩაჩაჩას. ხონია და ცნობილ პოლიტიკოსთან შემთხვევა რომ გეცეკვა ან ქორწილში ან არა, ეს შემთხვევა არ. ქორწილებში არ გთხოვენ რომ იცეკვე თუ შეიძლება ან დაბადების დღეებში. კი, მთხოვენ, მაგრამ რაღაც არ ვცეკო. ხო, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია პროფესიონალის კუთხით. როგორ? ჩვენ რა დაგვემართა. ფერა დაგემართა, ხო? Ай, магашия საქმე. Ай, профессионалები როგორ იქცევიან? Как живут профессионалы? Они на свадьбах не танцуют. А что ж
Они тоже танцуют на свадьбе. Цеклавენ, они вот. და რა ცეკვას ცეკვაც რომ. Გნოლიძე ცეკვავს, ჩა-ჩა-ჩას ცეკვავს. თუ პასადობს. ა? თუ პასადობლი. თუ ეგ ცეკვა არის. როგორ? ნუ ნუილანძები, რა ვასწავლი, გამოგადგება. რა ცეკვა არის ეგა? პასადობლი. ალბათ ცოტა ანური ცეკვა. რა რიტმი უნდა გავაკეთოთ, მითხარი? მოძრაობა გაჩვენა? ხო, როგორი რიტმი უნდა იყოს? Спеть ритм или что сделать? Нет, они сыграют, они чуть-чуть. Знаете ритм по-своему? Они чуть-чуть лучше играют, чем танцуют, поэтому они сейчас. Какой ритм, пожалуйста? Там, тарарам, 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 там, тарарам. У меня голос выходит. Там, тарарам, 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 Начало. Смотри. Ты так не можешь. Я не могу. Я так не умею. Ара, что у нас я шаги были? მეგობრებო, მართლაც ძალიან საინტერესო სტუმრები ხართ, მაგრამ მინდა სალომე შეგთხოვო, რომ ჩვენ გოგონებს მომზადებული აქვთ რამოდენიმე სახის აქტუალური ცეკვა და მინდა რომ ჩემი შოუს გოგონებთან ერთად შენც ეს ცეკვები შეგვისრულო. სიამოვნებით. კარგი, თავი. ალბათონებო და ბატონებო, ამხელ გოგოს ყური ცეკვები. ცეკვა მორცხვული. ცეკვა გასულური. ცეკვა ჩა-ჩა-ჩა. ცეკვა კაი ბიჭის დური. მოვიდა შენი ძმა, მოვიდა. და ცეკვა მონდომებული. რა თქმა უნდა ცეკვა ჩა-ჩა-ჩა. ცეკვა მასწავლებლურდედური. ცეკვა სელფური. ცეკვა უცეფთიური ჩაითოული. ხობა! გავიდა! Como